გამარჯობა ჩემო პატარებო. როგორ ხართ? დღეს იცით რა მოგიტანეთ? ერთი ჯადოსნური ამბავი, რომელსაც ჰქვია ბალახის სიმღერა. საინტერესოა რა? აბა მოდით ერთად გავიგოთ, რაზე შეიძლება მღეროდეს პატარა ბალახი. და სანამ ამბის მოყოლას დავიწყებდე, ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. აი, გულწრფელად მითხარით, ოდესმე გინატრიათ რომ ნეტავს სხვა ვინმე ვიყოო. მაგალითად, ჩიტი, ცაში რომ დაფრინავს, ან იქნებ უზარმაზარი ძლიერი ხე. დარწმუნებული ვარ, კი, ხანდახან ყველას გვენდათ ხოლმე სხვად ყოფნა. ხო და იცოდეთ, ჩვენი ამბავით ზუსტად აი ასეთ ნატრაზეა. კარგით, მზად ხართ? მაშასე. ჩვენი ამბის თავარი გმირი არის ერთი პაწაწინა ბალახის ღერი. და აი, ეს ჩვენი ბალახი ერთ დღესაც ძალიან მოიწყენს. იცით, რას ფიქრობდა? ფიქრობდა, რომ არავის ჭირდებოდა, რომ სულ ტყუილად იყო ამ ქვეყანაზე. მადით, აბა ყური დაუგდოთ მის სევდიან ფიქრებს. აი, გესმით, რა სევდიანად ჟღერს, არა? რისი მაქნისი ვარო ფიქრობდა, რომ ყველა უბრალოდ ზედული და თელავადა და მის არსებობას ვერავინ ამჩნევდა. ეგონა, რომ მისი ცხოვრება სრულიად უაზრო იყო. ამოვიდოდა მიწიდან და ისე გახმებოდა, მადლობასაც კი არავინ ეტყოდა. რა მწარეა, როცა თავს ასე მარტო სულად და უსარგებლოდ გრძნობ. ხომ გახსოვთ თავიდან რომ მკითხეთ, სხვა ვინმე თუ გინატრიათქო. აი ზუსტად ეგრე დაემართა ჩვენს ბალახსაც. ის ნატრობდა რომ ყოფილიყო დიდი, ტოტებ გაშლილი, გემრიელი ნაყოფით სავსე ხე. ისეთი ხე, რომელიც ყველას უყვარს, ყველა რომ უვლის და უფრთხილდება. ეგონა რომ ხეთყოფნა ბევრად უკეთესი იქნებოდა. და აი, ამ სევდიან ფიქრებში და ნატრაში გართულმა ბალახმა თვალები დახუჭა. და წარმოიდგინეთ, ნახა სიზმარი, რომელშიც მისი ნატრა ახდა. მაგრამ მოემზადეთ ბავშვებო, ეს არ იყო ჩვეულებრივი ლამაზი სიზმარი. ეს ცოტა უცნაური და საშიში სიზმარი გამოდგა. სიზმარში თავიდან ალბათ ძალიან გაუხარდა. აი ხომ ხედავთ, დიდხეთ გადაიქცა. მაგრამ როცა დაბლა თავისი ფესვებისკენ ჩაიხედა, შეეშინდა, ძალიან შეეშინდა. იმიტომ რომ იქ, სადაც ადრე ულამაზესი მწვანე ხალიჩა იყო, ახლა არაფერი აღარ იყო. მხოლოდ შიშველი გამომშრალი და დახეთქილი მიწა. ყველაფერი რაღაცნაირად ნაცრისფერი და უსიცოცხლო ჩანდა. აი, აქ ერთი წამით შევჩერდეთ ბავშვებო. სიზმარში მიწა იყო გახრიოკებული. რთული სიტყვა არა? მოდით ავხსნათ. გახრიოკებული ნიშნავს, როცა მიწა არის ძალიან მშრალი, სულ ცარიელი და ზედ არაფერი, აი საერთოდ არაფერი არ იზრდება. წარმოიდგინეთ მინდორი ოღონდ ბალახის გარეშე, მხოლოდ მტორითა და ქვებით. აი სწორედ ასეთი საშინელი დაინახა დედამიწა ჩვენმა ბალახმა სიზმარში. და აბა, დაფიქრით, რა მოხდა, როცა ბალახი აღარ იყო. თითქოს ერთი პატარა რამე გაქრა, მაგრამ ყველაფერი აირია. ნახეთ, ცხოველების ჯოგი სულ მშიერი დარჩა. საწყალი ირემი ბულმოკლული დადიოდა, პატარა კურდღელს კი საჭმელი აღარ ჰქონდა. პეპლებიც კი მოწყენილები დაფრინავდნენ, აღარ ჩიტები ჭიკჭიყებდნენ. და დედაბრებიც კი ვეღარ პოულობდნენ იმ სამკურნალო ბალახებს, წამლებს რომ ამზადებდნენ. ყველაფერი სევდიანი გახდა. და იცით ვინ დარდობდა კიდევ? ერთი ბრძენი ბებერი ლოდი. ქვა, რომელიც ყველაფერს ხედავდა. ისიც კი მიხვდა, რაც უდი რამ მოხდა. ლოდმა თქვა, თუ ბალახი არ იქნება, ცხვარი და ძროხაც ვეღარაფერს შეჭამს და უბრალოდ გაქრებიანო. ვაუ! თურმე როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა ეს პატარა ბალახი, ხომ? რა თქმა უნდა, ამ საშინელმა სიზმარმა ჩვენი ბალახი ძალიან შეაშინა და მთელი ძალით მოინდომა, რომ გამოეხვიწა. და გაახილა თვალები. რა შვება, ყველაფერი. ის საშინელი, გახრიოკებული სამყარო. თურმე მხოლოდ და მხოლოდ ცუდი სიზმარი ყოფილა. და იცით, რა დაიყვირა, როგორც კი გაიღვიძა. აღარ მინდა ხეთყოფნა, აღარ. აი ზუსტად ეს სიტყვები. მიხვდით ხომ რაც მოხდა? ბალახმა გაიგო, რომ ის რაზეც ოცნებობდა, სულაც არ იყო ბედნიერება. მიხვდა, რომ ყველაზე კარგი ის იყო, ვინც სინამდვილეში იყო, პატარა ბალახი. ეს იყო ჩვენი ამბის ყველაზე მთავარი მომენტი. მოდით ახლა კარგად დავაკვირდეთ და შევადაროთ. ერთ მხარეს გვაქვს საშინელი სიზმარი, მეორე მხარეს კი ნამდვილი სამყარო. სიზმარში ნაცრისფერი, გახრიოკებული მიწა, სინამდვილეში კი მწვანე აყვავებული მთები და ველები. იქ მშიერი სევდიანი ცხოველები იყვნენ, აქ კი ბედნიერი ჯოგი ბალახობს. იქ სიჩუმე იყო, აქ კი ჩიტები ჭიკჭიკებენ. ბალახი მიხვდა, რომ სწორედ მისი დამსახურება იყო ეს ყველაფერი, ეს სილამაზე და სიცოცხლე. და როცა გამოფხიზლდა და ირგვლივ მიმოიხედა, აი რა დაინახა. მდელო სავსე იყო სიცოცხლით, ბედნიერი ძროხები და ცხვრები ბალახს ძოუდნენ, ჩიტები ყვავილებში დაფრინავდნენ და მღეროდნენ, პატარა კურდღელი კი გემრიელად ხრაშუნობდა მის ხეროებს. და რაც მთავარია, დაინახა პატარა გოგონა, რომელიც ფეხშიშველი დარბოდა ნამიან ბალახზე და ისე ბედნიერად კისკისებდა. აი მაშინ მიხვდა ბალახი თავის ნამდვილ ფასს.
სწორედ ამ დროს, როცა დაინახა ეს ყველაფერი, ბალახი მიხვდა თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო ის სინამდვილეში. ხომ გესმით? მას აღარ უნდოდა დიდი ხე ყოფილიყო. ის ბედნიერი იყო, რომ იყო ის, ვინც იყო. პატარა, მწვანე, მაგრამ ყველასთვის საჭირო ბალახი. და იცით რა ქნა? ამ დიდი სიხარულისგან თავისი სიმღერა იმღერა. აბა ახლა ყველაზე მთავარი. კარგად დავფიქრდეთ, რა გვასწავლა ჩვენ ამ პატარა ბალახმა. იმიტომ რომ ეს ამბავი ხომ ისით მარტო ბალახზე არ არის. ეს ამბავი თითოეულ თქვენგანზეა, ჩემზეა, ყველაზე. მოდით ერთად ჩამოვაყალიბოთ, რა არის ამ ამბის მთავარი სათქმელი. მოკლედ, ბალახმა სამი ძალიან მნიშვნელოვანი რამ ისწავლა და მინდა რომ ეს თქვენს დაიმახსოვროთ. პირველი, ყველას გვაქვს ჩვენი საკუთარი მნიშვნელოვანი როლი. თუნდაც გეგონოს რომ ძალიან პატარა ხარ, შენს გარეშე სამყარო სხვანაირი იქნება, ისევე როგორც ბალახის გარეშე იყო. მეორე, იყავი ბედნიერი იმით, ვინც ხარ, არ არის საჭირო სხვას დაემსგავსო. შენ ხარ განსაკუთრებული ზუსტად ისეთი, როგორიც ხარ. და მესამე, ყველას გვაქვს ჩვენი სიმღერა. ეს არის ჩვენი ნიჭი, ჩვენი სიკეთე, რაც სხვებს უნდა გაუზიაროთ. და ბოლოს, სანამ დაგემშვიდობებით, მინდა რომ თქვენც დაფიქრდეთ. რა არის თქვენი სიმღერა? რა არის ის განსაკუთრებული რამ, რაც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ? იქნებ საოცრად ხატავთ. ან მღერით? ან იქნებ უბრალოდ საუკეთესო მეგობარი ხართ და სხვების გახარება შეგიძლიათ? არა აქვს მნიშვნელობა, რა არის ეს. დაიმახსოვრეთ, ყველა სიმღერა ძალიან მნიშვნელოვანია. და ჩვენ სამყაროს ზუსტად თქვენი სიმღერა სჭირდება, რომ კიდევ უფრო ლამაზი გახდეს.